არტემის 2-ის მისია ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ამ პროგრამის ფარგლებში პროექტმა კოდი მრავალსერიანი ეპიზოდების ვლოგები შემოგთავაზა, რათა ყველა ნიუანსი ფრენის მიმდინარეობის, ასტრონავტების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ზოგადად მთვარეზე დაბრუნების საკითხის ირგვლივ დეტალურად გწოდნოდათ. ამ ეპიზოდშიც შევაჯამებ არტემის 2-ის ფრენის რიგით მე-9 დღეს. სიახლეების გაცნობის შემდეგ კი შევადარებ და შევაჯამებ მთვარის 2 ისტორიულ მისიას, აპოლოსსა და არტემისს. 10 აპრილის მდგომარეობით არტემის 2-ის მისია უკვე დასრულების ფაზაშია. ორიონი და ეკიპაჟი პრაქტიკულად დედამიწასთან დაბრუნებულები არიან. ხომალდი უახლოვდება ატმოსფეროს და რამდენიმე საათში უნდა შევიდეს მასში. ეკიპაჟის წევრები თავს შესანიშნავად გრძნობენ და ამას თითქმის უწყვეტი ტელეხედის წყალობით გამართული HD ხარისხის ვიდეო გამოსახულებით ვხედავთ, რაც თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიის ბრწყინვალე მიღწევა. საერთო ჯამში ამ მისიისას სერიოზული პრობლემები არ დაფიქსირებულა. თუ არ ჩავთვლით ცოტა კურიოზულ ტუალეტის პრობლემას, რომელიც სინამდვილეში საერთოდ არ არის კურიოზული. ბოლო ეტაპამდე ასტრონავტები ძალღონეს არ იშურებენ, რომ საზოგადოების შეკითხვებს უპასუხონ. ახლა გიჩვენებთ მისიის წამყვანი სპეციალისტის, ინჟინერ ქრისტინა კოხის ერთ-ერთ პასუხს იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ თავიანთ როლს ამ და მომავალი კოსმოსური მისიებისათვის არტემის 2-ის ეკიპაჟი. ჩვენი როგორც ეკიპაჟის ეთოსის ნაწილი და ჩვენი ღირებულებები თავიდანვე იყო ის, რომ ეს არის ესტაფეტა. სინამდვილეში ჩვენ გვაქვს ესტაფეტის ჯოხები, რომლებიც იმისთვის შევიძინეთ, რომ ეს ყველაფერი სიმბოლურად და ფიზიკურად გამოგვეხატა. მათ მომდევნო ეკიპაჟს გადავცემთ და თითოეულ ნაბიჯს სწორედ მათზე ფიქრით ვდგამთ. ხშირად განსაკუთრებით პირველი მისიის დროს, ადამიანის მიერ მართულ კოსმოსურ ფრენებში, უფრო ადვილია უბრალოდ შეეგუო იმას, რაც კარგად ვერ მუშაობს, ან გამოიყენო ოპერატიული შემოვლითი გზები. თუმცა ჩვენ ძალიან ბევრს ვშრომობთ, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ. ყოველთვის ამ პერსპექტივიდან ვუყურებთ საკითხს, რას იფიქრებს ამაზე მომდევნო ეკიპაჟი, როგორ დაეხმარება მათ ეს წარმატების მიღწევაში. იქნება ეს ხომალდის ხელით მართვა, პროცედურებისა და პროცესების გამართვა, თუ ადამიანური ფაქტორები. ჩვენი მარაგი, საკვები და როგორ მუშაობს აქ ადამიანური სისტემა. ჩვენ დიდ დროს ვუთმობთ ფრენის ყველა დაგეგმილი ტესტის შესრულებას. ბოლო 3 წლის განმავლობაში, როგორც ხომალდში, ისე მის გარეთ, ბევრი ვიშრომეთ, რათა დარწმუნებულიყავით, რომ მომდევნო გუნდი წარმატებისათვის იქნებოდა მზად. ჩვენ სიამოვნებით გავუზიარებთ ყველას ჩვენს გამოცდილებას. ეს მხოლოდ ეკიპაჟის დამსახურება არ არის. ამაში ჩართულია ფრენის მართვის, საინჟინრო და გაშვების ყველა გუნდი. ყველამ ერთად მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ ხალხი გაერთიანებულიყო და საუკეთესო შედეგი მიგვეღო და მგონი მივიღეთ კიდეც. რა თქმა უნდა, ადამიანების ამ ხომალდში ყოფნა ყველაზე თვალსაჩინო ტესტია და ვიმედოვნებთ, რომ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენეთ ჩვენი მომავალი კოლეგებისთვის. ნამდვილად პატრიოტული, ემპათიური და პასუხისმგებლიანი პათოსით გამშვალული ტექსტი ჰქონდა მთვარის მისიაში მონაწილე პირველ ქალ ასტრონავტს. ახლა კი კიდევ ერთ ასეთი განწყობის ვიდეოს გიჩვენებთ, რომელშიც NASA-ს მართვის ცენტრებსა და მსოფლიო საზოგადოებას ასტრონავტი არტემის 2-ის მისიის მეთაური რიდ ვაისმანი მიმართავს. არ ვარ დარწმუნებული ეს გადაცემისას ვახსენეთ თუ არა, მაგრამ ამ დილით ვთხოვეს ამოგველაღებინა ერთი ძალიან განსაკუთრებული ნივთი. გვინდოდა ეს საზოგადოებრივი ჩართვისას გაგვეზიარებინა, თუმცა მაშინ ამის საშუალება არ მოგვეცა. ამიტომ ახლა გაგიზიარებთ, რადგან ეს აუცილებლად სანახავია. ვიქტორს ხელში უჭირავს აპოლო 17-ის დროშა, რომელიც სააგენტომ გთხოვა, რომ არტემისი 2-ის ბორტზე აგვედანა. ეს კეთდება იმისთვის, რომ დროშამ თავისი დამსახურებული გზა გაიაროს მთვარის გარშემო. 4-ვე ჩვენგანისთვის დიდი პატივია, რომ ეს დროშა აქ არის და ჩვენს გვერდითაა. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვატარებთ ესტაფეტას, შირაღდანს, რომელიც აპოლოდან დაიწყო, გაიარა სკაილაბი, კოსმოსური შატლები, ჩვენი საყვარელი საერთაშორისო კოსმოსური სადგური და ახლა მიდის უფრო შორს, ვიდრე ადამიანები ოდესმე ყოფილან, მთვარის მიღმიერ მხარეს. შემდეგ კი უსაფრთხოდ დაბრუნდება შინ, ჰიუსტონში. უბრალოდ გვინდოდა ეს თქვენთვის გაგვეზიარებინა, რადგან ეს ნამდვილად იმსახურებდა ჩვენებას. გმადლობთ. მოკლედ ასე, ცოტაც და ჩვენი მამაცი ასტრონავტები დედამიწაზე შინ, სახლში დაბრუნდებიან. ახლა კი ერთი საინტერესო საკითხი. 2 კოსმოსური ეპოქის, აპოლოსსა და არტემისის შედარება. უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში კაცობრიობის მისწრაფება დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრისკენ 2 გიგანტური ნახტომით გამოიხადა. აპოლოს ლეგენდარული ეპოქითა და არტემისის თანამედროვე ამბიციური პროგრამით. იმის მიუხედავად, რომ ორივეს მიზანი მთვარია, მათ შორის არსებული განსხვავება გაცილებით ღრმა.
ვიდრე უბრალოდ ტექნოლოგიური პროგრესი. მათ შორისაა პოლიტიკური კონტექსტი, რაც მათ შორის პროექტების ბიუჯეტსაც განსაზღვრავს. დავიწყოთ ამით. პოლიტიკური კონტექსტი, რბოლა თუ დამკვიდრება. პოლიტიკური და ფინანსური თვალსაზრისით აპოლო და არტემისი რადიკალურად განსხვავებული ფილოსოფიის მქონე პროექტებია. თუ აპოლო იყო ეგზისტენციალური ბრძოლა გადარჩენისთვის, არტემისი არის გრძელვადიანი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინვესტიცია. პოლიტიკური мотиваცია არის მთავარი წყალგამყოფი ამ ორ ეპოქას შორის. აპოლოს მისიები, რომელიც 1961-1972 წლებში მიმდინარეობდა, ეს იყო ცივი ომის პირდაპირი პროდუქტი. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირის შორის არსებული იდეოლოგიური დაპირისპირება კოსმოსურ რბოლაშიც გადაიზარდა. მთვარეზე დაშვება იყო ძალის დემონსტრირება, იმის დამტკიცება თუ რომელი სისტემა იყო ტექნოლოგიურად და პოლიტიკურად უპირატესი. პრიორიტეტი იყო სისწრაფე და პირველობა. შესაბამისად, 60-იან წლებში აპოლოს ეპოქის მიზანი, რაც ცივი ომის პიკია, მთვარეზე წასვლა არ ყოფილა მხოლოდ მეცნიერული ინტერესით ნაკარნახევი. ეს იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა პირველი თანამგზავრი სპუტნიკი და პირველი ადამიანი იური გაგარინი გაუშვა კოსმოსში, შეერთებულ შტატებს სჭირდებოდა რადიკალური პასუხი, რათა დაემტკიცებინა კაპიტალისტური სისტემის უპირატესობა. დღეს კონტექსტი უფრო რთულია. ეს აღარ არის მხოლოდ შეერთებული შტატებისა და რუსეთის დუელი. ჩინეთი აქტიურად ვითარდება და აპირებს საკუთარი ბაზის აშენებას მთვარეზე. მას თითქმის არც ინდოეთი ჩამორჩება. არტემისის თანამედროვე კონტექსტი უფრო მრავალფეროვანია. აქცენტი გადატანილია მდგრადობაზე. ახლა მიზანი არა მხოლოდ დროშის ჩარჭობა, არამედ მთვარეზე მუდმივი ბაზის შექმნა. პოლიტიკურად ეს არის საერთაშორისო თანამშრომლობის და კერძო სექტორთან პარტნიორობის ნაზავი, რაც მიზნად ისახავს მთვარის რესურსების ათვისებას და მარსისთვის მომზადებას. ბიუჯეტის მასშტაბები, შეუზღუდავი versus ოპტიმიზებული. ბიუჯეტების შედარებისას აუცილებელია ინფლაციის გათვალისწინებაც. აპოლოს ბიუჯეტი 1960-იან წლებში NASA-ს დაფინანსება შეერთებული შტატების მთლიანი ფედერალური ბიუჯეტის თითქმის 4.5%-ს აღწევდა. დღევანდელი კურსით მთლიანმა პროგრამამ დაახლოებით $280 მილიარდ გადააჭარბა. ეს იყო ერის მთელი რესურსის მობილიზება ერთი მიზნისთვის. არტემისის ბიუჯეტი. დღეს NASA-ს დაფინანსება ფედერალური ბიუჯეტის მხოლოდ 0.5%-ზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ არტემისის ხარჯებიც დიდია, 2025 წლისთვის დაახლოებით $90 მილიარდ აღწევდა. ის გადანაწილებულია წლებზე და ეყრდნობა კერძო პარტნიორობას. კერძო სექტორის როლი. ეს არის ყველაზე დიდი ეკონომიკური სხვაობა. აპოლოს დროს NASA იყო ერთადერთი დამკვეთი და მფლობელი. ყველაფერი რაკეტიდან დაწყებული ასტრონავტის საკვებით დამთავრებული სახელმწიფო საკუთრება იყო. არტემისის შემთხვევაში NASA იყენებს ტაქსის პრინციპს. მაგალითად იმის ნაცვლად, რომ თავად ააგოს მთვარეზე დასაჯდომი მოდული, მან კონტრაქტი გაუფორმა SpaceX-ს. NASA ყიდულობს მომსახურებას და არა აპარატს. ეს ამცირებს რისკებს სახელმწიფოსთვის და ხელს უწყობს კოსმოსური ეკონომიკის განვითარებას. საერთაშორისო კოალიცია. აპოლო იყო წმინდა ამერიკული პროექტი. არტემისი კი საერთაშორისოა. არტემის ეკორდს უკვე 40-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა. პოლიტიკურად ეს შეერთებულ შტატებს აძლევს საშუალებას ხარჯები გაინაწილოს პარტნიორებთან, მაგალითად ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან, რომელიც აშენებს ხომალდ ორიონის ზრავების განყოფილებას. ამავე კონტექსტში მინდა განვიხილო კიდევ ერთი საკითხი, რაც ჩემი აზრით საკმაოდ დასაფიქრებელია. ილონ მასკის SpaceX-სა და NASA-ს შორის არსებული პარტნიორობა თანამედროვე კოსმოსური ინდუსტრიის ყველაზე ამბიციური და ამავდროულად სარისკო ექსპერიმენტია. პოლიტიკურად ეს არის გადასვლა სახელმწიფო მონოპოლიიდან კომერციულ მომსახურებაზე. რადიკალური ეკონომიურობა vs მონოპოლიის საფრთხე. SpaceX-მა რევოლუცია მოახდინა ფასების კლებით. აპოლოს ეპოქაში რაკეტის ყოველი გაშვება ასეულობით $1,000,000 ჯდებოდა და ტექნიკა ერთჯერადი იყო. SpaceX-ის მრავალჯერადი რაკეტები, Falcon 9 Starship-ი, NASA-ს საშუალებას აძლევს ბიუჯეტის მცირე ნაწილით მეტი ტვირთი გაგზავნოს. რაც შეეხება რისკს, NASA ხდება ზედმეტად დამოკიდებული ერთ კერძო კომპანიაზე. თუ SpaceX ფინანსური პრობლემები შეექმნება ან ტექნოლოგიური კატასტროფა განიცადა, მთელი არტემისის პროგრამა შეიძლება გაჩერდეს, რადგან სხვა ალტერნატივა, რომელიც მსგავსი მასშტაბის ტვირთს მთვარეზე დასვამს, ამ ეტაპზე არ არსებობს. ტექნოლოგიური რისკი, Starship-ის სირთულე. Starship-ი, რომელიც არტემისის მისიისას ასტრონავტების მთვარეზე დაშვების მთავარი საშუალებაა, საინჟინრო თვალსაზრისით წარმოუდგენლად რთულია. ორბიტალური საწვავის გატანა. იმისთვის, რომ Starship-მა მთვარემდე მიაღწიოს, მას დედამიწის ორბიტაზე რამდენიმე სხვა ხომალდმა უნდა მიაწოდოს საწვავი, რასაც in-orbit refueling ეწოდება. ეს ტექნოლოგია ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და ადრე არასდროს გამოყენებულა ასეთი მასშტაბით. რაც შეეხება ვადებს, ილონ მასკის ვადები ხშირად ზედმეტად ოპტიმისტურია. NASA-ს პოლიტიკური ხელმძღვანელობა კი წნეხის ქვეშაა, რომ ჩინეთს დაასწროს. თუ SpaceX-მა ტექნოლოგიური დახვეწა ვერ მოასწრო, მისია წლობით გადაიდება. პოლიტიკური იდეოლოგიების შეჯახება.
NASA არის ბიუროკრატიული ორგანიზაცია, სადაც უსაფრთხოება და პროცედურები უპირველესია. SpaceX იგი მოქმედებს პრინციპით: სწრაფად დამარცხდი, რათა სწრაფად ისწავლო. კონფლიქტი. ეს ორი სხვადასხვა კულტურაა. პოლიტიკოსების ნაწილი ვაშინგტონში შიშობს, რომ მასკის აგრესიული ტესტირების მეთოდი საფრთხეა ადამიანების სიცოცხლისათვის. რადგან SpaceX-ი კერძო კომპანიაა, მას აქვს უფლება ბევრი ინფორმაცია გასაიდუმლოებული დატოვოს, რაც სახელმწიფოს მხრიდან სრულ ზედამხედველობას ართულებს. და ბოლოს, გეოპოლიტიკური უპირატესობა. რისკების მიუხედავად, ეს პარტნიორობა შეერთებულ შტატებს აძლევს უპირატესობას, რომელსაც ჩინეთი ვერ პასუხობს. ჩინეთის კოსმოსური პროგრამა მკაცრად სახელმწიფოებრივია. SpaceX-ის მოქნილობა და ინოვაციების ტემპი NASA-ს საშუალებას აძლევს პოლიტიკურად უფრო მანევრული იყოს. NASA-სა და SpaceX-ის პარტნიორობა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, თუმცა წინააღმდეგობრივი კავშირია. ეს არის სიმბიოზი სახელმწიფოებრივ სტაბილურობასა და კერძო სექტორის აგრესიულ ინოვაციებს შორის. ამ ურთიერთობას თან ახლავს რამდენიმე ფუნდამენტური რისკი. კრიტიკული დამოკიდებულება ერთ მომწოდებელზე, Starship-ზე დაფუძნებული Artemis-ის მისია, პოლიტიკური და რეპუტაციული რისკები, ბაზრის მონოპოლიზაცია და ასე შემდეგ. თუ SpaceX-ი გახდება ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც კოსმოსში ტვირთის გატანა იაფად შეუძლია, NASA დაკარგავს ბერკეტს ფასების კონტროლზე. კონკურენციის არარსებობა გრძელვადიან პერსპექტივაში ყოველთვის ზრდის ხარჯებს და ამცირებს მოქნილობას. მიუხედავად რისკებისა, NASA-ს სხვა გზა არ ჰქონდა. ძველი ბიუროკრატიული მეთოდებით მთვარეზე დაბრუნება ფინანსურად შეუძლებელი იყო. სააგენტომ ფსონი იმაზე დადო, რომ კერძო სექტორი უფრო ეფექტურია, ვიდრე სახელმწიფო ბიუროკრატია. მომავალში თუ Starship-ი წარმატებით დაეშვება მთვარეზე, ეს იქნება პოლიტიკური გამარჯვება, რომელიც დაამტკიცებს ამერიკული თავისუფალი ბაზრის უპირატესობას. თუ არა, ეს იქნება უმძიმესი დარტყმა შეერთებული შტატების კოსმოსური ამბიციებისთვის. თქვენი აზრით, რამდენად გამართლებულია სახელმწიფოს მხრიდან ასეთი სტრატეგიული მისიის ნდობა ერთი ადამიანის, ამ შემთხვევაში ილონ მასკის ხედვის მიმართ, რომელიც საკმაოდ ამბიციური და თამამი პიროვნებაა. ამ კითხვაზე და სხვა საკითხზეც თქვენი მოსაზრება დამიწერე კომენტარებში. მოიწონე ეს ვიდეო და გამოიწერე კოდის YouTube არხი, იმისთვის რომ არ გამოგჩეს ამ არხის ახალი ვიდეოები. ჩართე ძალისხილაკი. აბა დროებით. ხვალ დიდი დღეა.